საღამოშვიდობის საძვირფასო მეგობრებო, დადგა ხუთშაბათი და ტრადიციულად სტუდიაში გვყავს სტუმარი, ტრადიციულად 1 საათს გავატარებთ მასთან ერთად, გავიგებთ ვიხილავთ მის სოლო ბიოგრაფიის პირველ და მეორე ნაწილს და რაც ყველაზე მთავარია სტუმარი, იმათგან ვინც აქამდე მყოლია. ჯერ ესეთი იმით, რომ სანამ თბილისში ცხოვრობდა, ხანდახან სახლში ღიღინებდა. აი ესე ღიღინით დატოვა მშვენიერი ქალაქი, გადავიდა სხვა ქალაქში და იქ ისე ამღერდა, რომ აი რაში გადაიზარდა ყველაფერი ეს. გავიგებთ ზუსტად მისგან პირადად. საღამოშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი გვექნება დღეს ჩვენ და ბევრ საინტერესო რამეს გავიგებთ ჩვენ შესახებ, ანუ ამ წლებში. ეხლა ჩვენ ვნახავთ სოლო ბიოგრაფიის პირველ ნაწილს, ხოლო შემდეგ კი რა თქმა უნდა გავესაუბრებით ჩვენ სტუმარს. ხო. ნუცი, აი მე მუცელში რომ ყავდა, როგორც კი გაიგებდა მოცარტის მუსიკას, ანა რას პარეალეს ვამნე? ამას მე აშკარად გრძნობდი და მე იძულებული ვიყავი, რომ დავწოლილიყავი და ესე გატრენილი ყოფილიყავი, სანამ მოცარტი არ დამთავრდებოდა. მუსიკალურად იზრდებოდა. მე მგონი უსმენოც კი გამოვიდოდა სმენიანი, არამც თუ მისი მონაცემებით. სულ პაწაწინა იყო რომ ღამე მაინც ცილის წინ დაემართებოდა ხოლმე, წამოხდებოდა და მიუჯდებოდა ღამის პერანგი და უკრავდა ვალსებს. თვითონ თხზავდა, სულ პაწაწინა. და ჩვენ ყველანი ვიყავით გაჩვენებულები და უსმენთ გაშტერებულები, იმიტომ რომ ისე უკრავდა იმ პატარა ვალსებს, იმის არა მშვენიერი მელოდიები იყო, რომ აი საშინლად გული მწყდება, რომ არ შემომრჩა არაფერი მაგისი. ნუცი, იცით რა არის, განათლებული გოგო იყო, იმიტომ რომ იმ სახლში განათლებულობა ეს ვალდებულება იყო. წიგნიერება ეს ვალდებულება იყო. სხვა რაფერი იყოს, კაპიტანი სონიკო ყველა მომენტს ლიტერატურულ მოვლენებს უკავშირებდა. და აუცილებლად მაგალითებად მოყავდა ყოველთვის იცით ლიტერატურული გმირები და ქართულიდან არა მარტო, არამედ მთლიანად. ამდენად ნუცი მისი მკვიდრი შვილიშვილი იყო და ერთადერთი, ძალიან სანუკვარი და ძალიან სანადრელი. ამდენად ნუცი აი ესეთ გარემოში გაიზარდა. ჩემ თვალში გაიზარდა, ეს არის ჩემი უახლოესი მეგობრის, ჯემალ შაშიაშვილის და მზია მაღლაკელიძის გოგო და ამიტომ სულ პატარა იყო, უკვე ძალიან ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაგ ოჯახთან და ასე რომ ბავშვობიდან ვისურვ ნუცას და თავიდანვე გამოირჩეოდა თავის სოციალური ხასიათით და ნიჭიერების. ნუცა პატარა გოგო იყო. იქნებოდა ესე 5-6 წლის უკვე სკოლაში ახალი წასული. მუსიკაზეც დადიოდა რაღაცას თავისთვის აპარტყუნებდა კი უკრავდა კლასიკას, მაგრამ როგორც ასეთი მაინც სმენით არ მაშინ აკრძალული ის იყო. კანონი არ იყო რომ ბავშვს სმენით დაეკრა, რომელიც კლასიკას მეცადინეობდა და ამიტომ ცალიყურით უსმენდი ხოლმე, მაგრამ არ მიმიცია მაგისთვის მენამ დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხატვის შვილია, ვიცი რომ ბავშვობიდან ხატავს. მაგ თემაზე არ ყოფილა მაგ სახლში. ვერიდან და ნოტების კითხვას. და სთხოვდა რომ ქალბატონი დიანა დაუკარით თუ შეიძლება და ის დიანა ვერ ხვდებოდა რას. დიანა დაუკრავდა და ნუციმ ზეპირად იცოდა სულაფერი. კიდე უკეთეს გიამბობთ, ყავდა კავკასიურ ცარცის წრეში, მე ვცვლიდი მანანა გამცემლიძეს. რამდენიღაცა პერიოდი თამაშობდი და წავიყვანე ნუცის სპექტაკლზე და ჯუჯურთან და გამოვიხედავ და რას ვხედავ. ნუცი არის გადმოყუდებული აესე ლოჟაზე და იქ ლეილა სიყმაშვილი უკრავს, ხო მიყავს იმას ეს კავკასიური ცარცის წრე და ნუცი მთლიანად გადმოყუდებული
ამ ინსტრუმენტია ჩამძვრალი. კაცო, გავივლი, გამოვილი, გამოვიჭყი და ეს ბავშვი არაფერს არ უყურებს. სპექტაკლი გათანდა, ნუცი ინსტრუმენტია ჩამძვრალი. თუ ბოზ-ბოზ შემოვიდა და ნუცი მოგეწონა, მომეწონა. ბოხიხმით და წამოვედით სახლში. შემოვედით სახლში, გაიხადა, პალტო დაჯდა, ხელებიც არ დაიბანა. დაჯდა და თავიდან ბოლომდე დაუკრა კავკასიური ცარცის და გავშტერდი, გაშტერებული უყურებდი. აკადემიაში ჩააბარა და პირველი კურსიდანვე უკვე იპოვდა ყურადღებას, ხასიათის და მისწრაფებით და რაღაც პოზიციით მუდამ იყო ესეთი თვითნება და მაინც არ ემორჩილებოდა იმ პროგრამებს და იმ საერთოდ იმ მიმართულებასა და ამოცანებს, რომელიც აკადემიაში, ცნობილია აკადემიური სწავლება და ასე შემდეგ. და თავისებურად და ძალიან ნიჭიერულად და ძალიან მხატვრული ისინი აქვს ნამუშევრები, ადრინდელიც და მერეც და მე ძალიან მომწონდა. მე არ ვიცი ეს დაუბრუნდებოდეს მე მხატვრობას თუ არა, მაგას მე კი მენანება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა მშვენიერი თავის ხელწერას ჰქონდა და თავის გამოსახვის საშუალებები და ორიგინალური აზროვნება და ასე შემდეგ ყველაფერი ის რაც გამოარჩევს მართლა ნიჭით დაძიებულ ადამიანს ორდინალობისგან. უცებ მოსწყდა აქაურობასთან გავარდა რა ჰქონდა თავში არც მამამისმა იცოდა არც დედამისმა იცოდა და ჩვენ ახლობლებმა მithunedes გავიდა დრო და ესმის რომ მოცა იქ არლეკინოს სიმღერეს იქ მე ბორემ მაისევა მიიწვია თავისთან და მღერეს რა ხატვარ ის ხატვარ რა არტისტობა ის არტისტობა რა პიანისტობა რის პიანისტობა ეს ჩადებული ჰქონდა მას რა თქონდა ბავშვებიდან მაგრამ რომ მოგეკლა ხმას ვერ ამოაღებდია გადავშალე ახლა მისი დღეურები კი არა რაღაცა ნაჯღაბნები და ახლა ცალ-ცალკერო ვარ და შორს არის ჩემგან ეს ყველაფერი როგორი ხდება რაღაც გრძნობიარე უფრო ხდები უფრო გიჭირს და უფრო რაღაც და გადავშალე ხედავ მისი ნაწერი დავიწყე კითხვა თურმე ლექსებს წერს მე არ ვიცოდი და ყველა ლექსი მთავრდება ამით რომ მე თეატრი მინდა მე თეატრი მომიკვდა გული ეხლა როდესაც ნუცა უკვე არის ფრიად ესეთი ცნობილი თურმე მთელი ცხოვრება ოცნებობდა მოსკოვში რა მოხდა რომ ენატრებოდა დაკვრა და არ ჰქონდა არავითარი მაგის პირობები სადაც ნახავდა ინსტრუმენტს ესე იგი რესტორანში აძურებოდა იმ წუთში და იწყებდა დაკვრას და სიმღერას და იქ გაჟონა მე რომ ვიღაცა პატარა გოგონა არის ჩამოსული ქართველი რომელიც ძალიან კარგად მღერის და უკრავს ნუცა სახელი 95 წელსში იყო კონცერტი პემსიალტეს ტრანზიტ მოსკვა იალტა და იქ კიდევაც გავტი საღამოზე გავთმა თქვა რომ მე მაგას მივცემდი პირველ ადგილს და მე რო უთხარ ნუცის რომ ნუცა ხო არ გწყინს რომ მეორე ადგილს რას ლაპარაკობ არავითარ ადგილს არ ველოდი საერთოდ Я вспомню ласковые трепетные руки Я тебе они напомнят мне დედა მღეროდა არაჩვეულებრივად და დედასგან აი ეს რუკი რომელსაც მღერის ნუცი და რომელიც გახდა მისი ვიზიტნე კარტოჩკა როგორც ამბობენ რუსები ეს არის დედასგან დედა მასწავლა და ძალიან კარგად მღეროდა დედა ძალიან და აი ნუციმაც ეს ყველაფერი აითვისა პირველი აძინუკეს ვიჩა რო დაწერა
ეს მაშინ უნდა ქონოდა რამე აუცილებლად რუსული კი უმღეროდა ეს რუკი იმღერა და ნიუ-იორკი და აუცილებლად უნდა და კიდე ერთი რაღაცა და იმის ფული არ ქონდა რომ ვიღაცას დაეწერა დიც გულტოს და ვინმეს და გამწარებული დაჭდა და დაწერა ისეთი კარგი რამ რომ მერე სთხოვდნენ იგივე მაისევმაც კი სთხოვა რომ მიეცა და ვერ შეელია და ალბარისონი დოპრასი რომ მომყიდეო მაგრამ მე შვილები ვით არის მე მესმის მაგას ვერ შეელეოდა ეგ Just what is in you I'm living today I want to be a part of New York ეთერშია სოლო ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად იხილავთ გაგრძელებას სოლო ბიოგრაფიის, ეხლა კი ისპერვ ხუსტ, ასე ვთქვათ. ნუ თქვენ არ ხართ ის პირველი მხატვარი ჩემს ეთერში, ვინც ასე ვთქვათ გავიდა წლები და გახდა მუსიკოსი და ერთგვარ ტენდენციასაც ვამჩნევ კიდევაც და ჩემთვის მაგალითად აი ამ ბოლო პერიოდში საერთოდ ვამჩნევ რომ მხატვრები ხშირად ხმარობენ ამ მუსიკალურ ხერხებს, ხო, რაღაცნაირად აი ცვლიან ამ პოზიციას და ალბათ ერთგვარად თორე თქვენ მოსკოვში წასვლა არ გაგრძელა როგორც მხატვრის შემოქმედება, არამედ და ეხლა თუ დედას დაუჯერებ, ნუ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ მარტო რესტორნებიდან არ დაიწყო, ხო? აი როგორ დაიწყო ყველაფერი ეს, აი სიტყვაზე ნუცი იყო თბილისში, ახლა ყველას კარგად გვახსოვს და ეს როგორ დაიწყო და აი სწორედ როდესაც დავამთავრე სამხატვრო აკადემია, აი მაგ პერიოდში ზუსტად აი ომიანობა დაიწყო, საქართველოს საშინელი სიტუაცია იყო და არავის არ სიმღერაზე არც იყო ლაპარაკი და არც სცენაზე, რომ თავიდან მეცა და მე თეატრალში ჩაბარება ან სიმღერის დაწერა. და უბრალოდ რომ მივხვდი ეს ალბათ ბავშვობიდან მოდის ეს მოწამვლა სცენის და სიყვარულის, იმიტომ რომ სულ პატარა დავყვებოდი ხოლმე დედას თეატრში და ვოცნებობდი მართლა მთელი ცხოვრება რომ სცენაზე ვყოფილიყავ, მივხვდი რომ უბრალოდ არ შემიძლია ამის გარეშე და თან მჭირდებოდა რაღაც თავისუფლება და რა მე თვითონაც არ შემეძლო ამ მეხსნა როგორი და რანაირი და მივხვდი რომ უნდა ჩამოვაგებინა ჩემოდან და წავსულიყავი. აი ეს სპონტანურად. აი ეს სპონტანურად კი. ჩემ ახლობელმა მიყიდა ბილეთი, როგორც მახსოვს და $10 მქონდა თან თუ რაღაცა, ნუ კარც არის ლაპარაკი. ჩათვალეთ საერთოდ. გავაწლები და ამას ისტორიკოსები მოიხსენიებენ, ისე რომ აი როგორც მადონა ჩავიდა ნიუ-იორკში ქონდა $35, ნუცი ჩავიდა მოსკოვში და ჯიბეში ქონდა $10. და ძალიან საინტერესო და აბსოლუტურად არ ვნანობ, იმიტომ რომ რაღაც არასდროს არ მქონდა იმის შიში, რომ აი წავალ და ფული არ ამა ქუჩაში დავრჩები, რა მოხდა? არანაირი. მე მგონი რომ ხელოვნებას ეს არაფრით არ უშლის. გინდა გეძინოს 5 ვარსკვლავი უბრალოდ სასტუმროში და გინდა თუ მოგვიწევს. ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებაში გარკვეულ ნაწილს ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ ეს აუცილებელია, უნდა გეძინოს 5 ვარსკვლავი სასტუმროში, რომ მიაღწიო რაღაც გარკვეულ არ მიღწევისთვის აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, არა. თუ ბავშვობიდან გძინავს 5 ვარსკვლავი სასტუმროში, მე მგონი ძალიან ცოტა არის ვინც აღწევს რაღაც კი. და მე რა თქმა უნდა საჭიროა, იმიტომ რომ ასაკში და უკვე სასურველია, იმიტომ რომ როცა უკვე დაეუფლები შენ საქმეს და იცი რაცაც აკეთებ სწორედ და გჭირდება დასვენება, გჭირდება მოიკრიფო ენერგია, რომ ისე ვიმუშაო თან წლები გემატება, ამისთვის უბრალოდ საჭიროა კომფორტაბელური ცხოვრება. და ეს საშუალება თუ არის არაჩვეულები, მაგრამ ეგეც თუ არ არის, მე მგონი მაინც ხელოვნებას ეგ არანაირად არ უშლის. ნუ თავისთავად უკაცრავად. აი რა მაინტერესებს, აი ჩახვედით მოსკოვში. აი ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დაგვდა, ვინც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ მერეც, აი პრომოზე, საერთოდ როგორ კეთდება, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული შეიძლება სხვაობა კი არა, დარწმუნებული სხვაობაც არის ახლა მოსკოვს და თბილისს შორის. აი როგორ კეთდება, ვინ არის ის ხალხი, ვინც ინტერესდება ამით, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით და ნუ ახლა ჩახვედით მოსკოვში. ჩავედი პირველი რაც გავაკეთე დავრეკე ჩემ ნაცნობთან ეს არის ჟან დანიელი მსახიობი კირა მურატოვის დღესდღეობით წამყვანი მსახიობია ვინ მქონდა მაგის ტელეფონის ნომერი და მივხვდი რომ ვიღაცასთვის უნდა ამერიკა რაღაც რაც შემიძლია ხატვა სიმღერა რაღაცით უნდა მეცხოვრა და მითხრა რომ აი ჩემ მეგობარს აქვს სტარი მუნიციპალne маленький театр на старом Арбате და удавида ერქვა
და იქ ვარ პატარა ესეთი კაბაჩოკია, სადაც შეგიძლია იმღერო და ყოველ საღამოს გადაგიხდიან 50 მანეთსო. დღეს მეცინება უბრალოდ იმას იმ გონორარებთან შედარებით. როცა მიხსენებ. ესე არც მოусმენია არაფერი, უბრალოდ თუ არა, მოსმენილი ადრე ქონდა ბავშვობაში თბილისში. თბილისში. ფორტეპიანოსთან ზარში რა. აჰა, გასაგები. დავიდი და იქ დავიწყე მუშაობა არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად. ყოველ ღამე, მთელი ღამე, ესე იგი იწყებოდა. ბენდი იყო? კი, ბენდი იყო. ვიწყებდით მუშაობას 10 საათზე და ვამთავრებდით დილის 6 საათზე. ხანდახან იქაც 1-2 ბენზინა არ მქონდა წადასვერი და იქ მე როიალის გვერდით, მაგრამ მამას რატო ვყვები? ეს არის უზარმაზარი სკოლა იმისთვის, რომ მე ვთვლი, რომ ადამიანმა რომელმაც იცის საქართველოში კი სადაც რესტორანში დაიწყებს კარგი მომღერალი სიმღერას, ყველა უსმენს. რუსეთში თუ კარგ ხორცს და ვოდკას არ ახსოვს რაღაცა, რაც არ უნდა იმღერო, ესე იგი ძალიან უნდა იცოდე ადამიანებისთან აი ენერგეტიკულად შესვლა და ურთიერთობა, რომ იმას დაანებებინო ჭამად, რომ გისმინოს. ეს არის ძალიან დიდი სკოლა, მე ვთვლი, შემდეგი ეტაპისთვის და მე რო სცენაზე დის სცენაზე გავხდით. რა ვიცი, მე ეს მახსენდება ეს პერიოდი, ჩემი ძალიან აი ხატრულად და როგორც აი ნიჭიერი ტალანტливая მეგობრებია, აი რასაც ვიწყებ. მე წამოვიდა შემდგომ. რა მღეროდით აი ეს პირველი პერიოდი? ჯაზი. ჯაზი. რომანსები, უფრო ჯაზი. ჯაზი. ჯაზი, გერშვინი. ხო, ну ეს ტრადიციული აი ეს კომპოზიციები. მე მოხდა ისე რომ რაღაც ბორის მაისეევთანაც ხონდა. მე მოხდა ისე რომ შემთხვევით ეს ისე ამ პატარა კლუბი такую раскрутку я сделала, რომ მოდიოდნენ უკვე ესეთი როგორც ვლადიმერ პრესნიკოვ, ბატერი, მოდიოდნენ მოსასმენად მოდიოდნენ ჩემსას, იქ სადაც ვაროდი და ხალხი მოდიოდა და მოდიოდა უკვე ძალიან ბევრი ადგილებიც აღარ იყო ხოლმე და ერთ-ერთმა მითხრა ეხა არისო რაღაც კონკურსიო და არ გაინტერესებსო მარტო აქ სოდო ხარ რომ ღერიო გაგზავნე კასეტა იალტა მოსკვა ტრანზიტი იყო გაგზავნე კასეტა 95 აჰა და სულ მაგას ვიდე ყოველთვის რაღაც სასწაულის შემთხვევითი რაღაცები ხდება ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში გაგზავნე კასეტა დამიძახეს მიმიწვიეს ვიმღერე მომცეს ლაურეატობის პრემია, მე მაგის მერე ტელევიზორში შემთხვევით ვნახა მაისეევმა დამირეკა მიმიწვია თავის შოუში. იქიდან უკვე შემთხვევით აღმოჩნდა სტოკჰოლმიდან დაწყებული დამთავრებული ნიუ-იორკიც უკვე გასტროლებზე სულ დავდიოდი. მოვიარეთ ბორასთან ერთად თითქმის მთელი რუსეთი გასტროლები. აი თქვენ ისე სწრაფად ყვებით ახლა. არა, მე ესე მოკლედ ხო და მოკლედ. აი რა მაინტერესებს იმ პერიოდისთვის თქვენ პირველი მე მგონი სიმღერა რომელიც დაწერეთ ადინოკა ესვიჩა სპეციალურად ამისთვის იყო იალტასთვის დაწერეთ. კი, სპეციალურად იყო, იმიტომ რომ მითხეს რომ მესამე სიმღერა ერთი იყო ნიუ-იორკი, ხიტი უნდა ყოფილიყო. აჰა. უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ცნობილი სიმღერა, მეორე უნდა ყოფილიყო ცნობილი ოღონდ რომანსი რუსული, ეს სიმღერა რუკი და მესამე უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად ახალი სიმღერა, რომელიც არ მოусმენია არ არის. და ნუ მარსაფული არ მქონდა რომ ვიღაც მეყი და რაღაც მეთხოვა და ამიწერეთ. და თან დაემთხვა ის მომენტი რომ არა ნორმალურად ვიყავი შეყვარებული ჩემ მერე მომავალ ქმარში. მაშინ და ამ გზნობებმა და ამ აღელვებამ და საყოველთაოდ განაპირობა რომ 10 წუთის განმავლობაში მარსა არ ვიტყვი. აი ერთდროულად სიტყვები და მუსიკა ერთდროულად დაიბადა, დაიწერა ისე ძალიან ჩქარა და მე რა ვიცი, მე მგონი კარგი სიმღერა გამოვიდა. არა, ნუ კარგი სიმღერა გამოვიდა, დარწმუნებული კარგიც გამოვიდა ეს. საერთოდ გზნობის გარეშე მე ვთვლი რომ არ შეიძლება რაღაც ხელოვნებაში კეთდებოდეს. ნუ ხო საერთოდ ნუ მით უმეტეს როცა ეს საუბარი არის ისეთ მუსიკალურ ფორმატებზე, როგორც არის ჯაზი ან რომანსი, რომელსაც თქვენ გეხართ. მე მოხდა ამერიკაში წასვლა. მე მოხდა ამერიკაში წასვლა და დაემთხვა ისევ შემთხვევით, ესე იგი მომიწია სიმღერა ბროდვეიზე ფრენკ სინატრას დასაფლავების დღეს მისი დრო ჩავედ მთელ ნიუ-იორკში ისმოდა მის შესრულებით ნიუ-იორკს როგორ მღერის და მე ვგრძნობ რომ შვიცაძე უნდა გავიდე რაღაცა პატარა გოგო უნდა ვიმღერ და ძალიან დავით მე მეხარ ბორი я не буду петь нью-йорк я говорю я боюсь я не буду этого делать ну иман русла да ладно спой და მე რაღაც ვიფიქრე რომ გამოცდასავით ჩაუტარებ ჩემ თავს მეც კიდე
მართლა стоя просто аплодировали ისე შემხვდა დარბაზი და ესე მოეწონათ არაჩვეულებრივი აპლოდისმენტები იყო და რა ვიცი ვთვლი რომ ერთ-ერთი პატარა ის იყო წარმატება გამარჯვება ნუ რა თქმა უნდა ეს რომელი წლებია ეს არის უკვე 95 97 მე თავისთავად ისევ დაიცვალა ფრენკი სინატრა ხო მე 17 რიცხვი იყო მე ბრუნდებით ისევ რუსეთში მე რუსეთში და ისევ გასტროლები და ზუსტად 98 წელს უკვე წდება წერ პარალელურად დისკს ჩემსას ეს არის ორმაგი დისკი არის პირველი ორი დისკია პირველი არის რუსულ ენაზე მეორე არის ინგლისური სიმღერა და ამ დროს უკვე ხდება ისეთი მომენტი რომ მიშა ეფრემოვი მსახიობი არეგ ეფრემოვის შემომთავაზებს ვითამაშო თავარი როლი დრამატიულ რუსულ სცენაზე მიშა გარევოისთან ჩირტა ქვია სპექტაკლს თავარი როლი ნუ ძალიან ვინერვული მეთქე არ სიმღერა და რუსულ ენაზე თამაში ქართველისთვის და მე მგონი რთული უნდა ყოფილიყო და მართლა რთული იყო ძალიან ბევრი შრომა მოიწია მაგრამ ესეც დამტკიცდა იმითი რომ კარგად ვითამაში 99 წელს მომცეს პრემია ჩაიკა პირველი ქართველი ვარ ვინც ავიღო რუსეთში ხო ჩაიკა პრემია თეატრალная პრემია შემდეგ მე მგონი ოთარი მე თუ ხდე ჩაიკას გა ოსკარის და ვის გენიოსი მსახიობია უბრალოდ ესე მოხდა რომ ახალგაზრდებიდან და პატარებიდან ჩემ თავს კი და საერთოდ მე ქართველი ხალი პირველი ვარ სასცენო მოღვაწეობა გაგრძელდა მე მგულისხმობ და დრამატულ სცენაზე აი დღესდღეობით როგორ არის ეს მე ამ სპექტაკლის მერე რაშიდ ვიბერგ არის ეგეთი დრამატურგი ძალიან საინტერესო და ნიჭიერი პიროვნება იმან შემოთავაზა არასოდეს არ წარმოვიდგენდი ყოველს ეგ ის რომ შემეძლო ან საერთოდ მემღერა ან მეფიქრა ედით პიაფზე აი დაინახა ჩემში რაღაც რომ გინდა თუ არა უნდა იმღერო და ითამაშო ედით პიაფი რუსეთში უკვე ნინა დრობიშოვას მერე არავის აღარ უთამაშია დრამატიულ სცენაზე და ისე იყო ჩემი ოცნება მთელი ბავშვობა ისე გამეკეთებიდან სინთეზი როგორც დრამატიული მსახიობის და მომღერლის და მაგის მერე შემთხვევით ულოცავ ნინო ანანიაშვილის იუბილეზე მოსკოვში უმღერი ედით პიაფის ორ სიმღერას ვეროდი და იქ იყო დარბაზში რომან ვიქტიუკი არაჩვეულებრივი რეჟისორი რომელმაც მოისმინა მოვიდა თვითონ და მითხრა რომ Я давно искал актрису, находил или только артистов, которые не поют, или только певиц, которые не могут играть. Не играют, да. Это моя находка, давайте сотрудничать. Ну, ჩემთვის ეს იყო ისეთი მოულოდნელი შოკი, იმიტომ რომ ვიქტიუკი ეს არის როგორც ну ჩვენთან სტურვა, ეს არის სოფიო ნიშნობის ძალიან დიდი რეჟისორი. და გავაკეთეთ ერთ თვეში გამოუშვით სპექტაკლი. რა თქმა უნდა, ესეთი ანგაჟიმენტი ახლა საკმაოდ ბევრს ნიშნავს, ხო? და მომიტანა დიდი წარმატება იმ მხრივ, რომ ზუსტად ამ სპექტაკლის მერე დაიწყო ჩემი სოლო კონცერტებიც. რომელშიც შევიდა ალბათ ჩემი უსაყვარლესი სიმღერა Just a Gigolo დროზე ასრულებდით მახსოვს. ეხლაც გაქვთ რეპერტუარში? კი, მაქვს. აი რა მაინტერესებს თქვენ ასრულებთ რუსულ სიმღერებს, რუსულენოვან და რუსულ სიმღერებს, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს რეპერტუარში თუ გაქვთ ქართული? ესე იგი კონცერტი იწყება ფრანგული სიმღერებით, ედით პიაფის ფრანგული სიმღერებით. ფრანგულიდან გადადის ქართულ სიმღერებზე. ქართულიდან რუსულზე და რუსულიდან ინგლისურზე. სხვადასხვა კოსმი და ეხლა ზუსტად აი 2 დღის წინ ვიყიდე ქართული ბლოგისთვის ქართული სიმღერაში ჩოხა. ჩოხა. ძალიან ჩემი ხასიათისთვის ბევრი ვარჩიე ქართული რაღაც აი ქალის ტანსაცმელი. ანუ არაფერი არ მიმივია, არაფერი და ისე როგორც მომეწონა ჩოხა. ჩოხა. არაჩვეულებრივია. როგორ საინტერესოა. ეთერშია სოლო ძვირფასო მეგობრებო, ახლა კი სოლო ბიოგრაფიის მეორე ნაწილი.
ცოტა გამიკვირდა მე პირველად როცა რომ მოვისმინე, იმიტომ რომ მოვისმინე მოსკოვში. გაგებული მქონდა ჩემი ვაჟისგან, იმიტომ რომ ერთი წრია და ძალიან აქებდნენ. მერე ძალიან ბევრმა რუსმა აი ნუცას თაობის მსახიობმაც მითხრა. მაინტერესებდა ძალიან. და სადღაც ვიყავი მე ვიღაც საღამოა აღარ მასწავლ დაბადებული და იქ გამოვიდა მაშინ პირველად ძალიან საინტერესო ნიჭის მსახიობია. აი პლასტიკა აქვს ძალიან კარგი ვოკალი აქვს. არის ესეთი მცნება, რომ დიდი შრომა უნდა, რომ გახდე პროფესიონალი და ესეც არის, მაგრამ იშვიათად ხდება ხოლმე, რომ აი ადამიანი იბადება და აი იმ ნიჭი რაც ღმერთმა დაანათლა, ის ჩადებული აქვს, შეიძლება ხომ ისე ვერ ვალაგებ ფრაზას, პროფესიონალურ დონეზე. და დიდი ხანი არ ჭირდება, ანუ წასააკე. შეიძლება თვითონ არც იცოდა შეიძლება. მაშინ. ხო და მე მგონი მაგალითად საქართველოში აი ამ დაგვარი მეორე მე მსახიობი არ ვიცი. მე როცა მქონდა პრეზენტაცია ერთ-ერთი ჩემი ფირფიტის მოსკოვში, არის საინტერესო კლუბია, კინოკლუბი. იქ გადავწერ რამდენიმე სტუმარი მყოლოდა, სულ ერთი თუ ორი და ნუცას დაუძახე მაშინ. ხა მაშინ მე არ მეთქვა ნუცას რა, მე მიდო რომ გამოჩენილი იყო. იქ ისეთი საზოგადოება იყო და ძალიან დიდი მოწონება ჰქონდა მაშინაც. პირველი იყო ეს ჩირტა ზღვარზე. ამერიკელი დრამატურგის ისრაელ გოროვეცის პიესა, სხვათა შორის ძალიან ხელავდა. С удовольствием я работал с Нуцей. Меня познакомил с ней Миша Ефремов. Он сказал, вот у меня есть одна знакомая певица, она настолько артистична, посмотри. Он знал, что я, значит, ищу актрису себе на роль. Посмотри. И познакомил. Я увидел, я сразу понял, что это будет у меня. Потому что это фонтан, это черт знает что. Это невыносимо, это потрясающе, это здорово. И как мы влюбились друг в друга творчески. Без глупостей. Итак, в номинации «Некоторые любят погорячее» за самую откровенную любовную сцену в спектакле премия «Чайка» присуждается Нуци и ее партнеры. Спектакль «Черта», фабрика театральных событий. Горевой! Цветочки вам тоже. Мне очень хотелось, чтобы не только я слушала Нуцу, и не только ее мама или ее друзья, знакомые. Мне хотелось, чтобы миллионы людей имели возможность восхищаться и радоваться ее таланту, и слушать, и получать удовольствие. В нашей жизни так мало, знаете, мало положительных вещей, к сожалению. А она умеет подарить вот минуту наслаждения. Она очень трепетная, трогательная. И когда она поет, щемит. Знаете, такой щемит сердце очень. Пытка сильных огненный недух. Она сказала, будем делать Пиаф. Она стала ходить французский учить и говорит, будем петь Пиаф, сделаем спектакль. Я сказала, ну давай. И, в принципе, даже я, честно вам могу сказать, что я не ожидала такого именно
Спектакль, он меня не возбуждает, честно вам могу сказать, что я не прихожу в восторг от творчества господина Виктюка, я прихожу в восторг от того, как она поет, как она умеет вот голосом, да, собрать людей так, чтобы они задохнулись. Опять же таки, мое субъективное мнение, может быть, я ошибаюсь, но, на мой взгляд, спектакль, если бы не Нуца, то он бы не был таким ярким и таким душевным, таким бы восхитительным, какой он есть. Эта идея была во мне давно, но когда я увидел Нуцу, услышал ее пение, и даже не это, а ее безумие, ее незапрограммированность, ее непохожесть ни на кого. Она хулиганка и сумасшедшая, такая же, как я и как Эдит Пиаф. Laisse-le-moi encore bien, mon amour. C'est moi, donne-moi. Нуца – это действительно, это бриллиант, который еще не огранен. Вот в нее еще не вложены деньги. Я думаю, что любой человек, который ее слушал, он не может остаться равнодушным к ее творчеству, к ее пению. Поет животом, знаете, когда и душой. Знаете, есть же голосом поют люди, да, и не вкладывают, да, а поют академически, там какие-то образования. А она отсюда. Someday he'll come along, the man I love, and he'll be back with strong, the man I love. იქ უკვე აი ამ შოუ ბიზნესმა თავისი რაღაც ისეთი სისტემა მოიგონა. სადაც ყველაფერი არის დამოკიდებული დაფინანსებაზე. მე ცუდ მხარეს ვიძახი. სადაც განსაზღვრულმა ხალხმა სხვათა შორის სამსახიობო წრიდან ხელოვნების წრიდან დაამუხრუჭა რაღაც განსაზღვრული ტერიტორიები და განსაზღვრული სფერო. თქვათ ესტრადა, ტელევიზია, кино. Да, их უკვე არის ესეთი სიტყვა такса. Я вполне осознанно говорю о том, что она настолько же талантлива, как Уитни Хьюстон, настолько же талантлива, как любая звезда сегодняшняя американская, потому что просто в них вложено больше денег. Если бы у меня были деньги, я бы в нее вкладывала бы. К сожалению, у меня нет такой возможности именно для вот такой раскрутки, как голливудские или как американские певицы. Но мне кажется, что она не менее талантлива, чем любая из них. ძალიან ბევრი რუსეთში ჩდება ვარსკვლავი ახალი დიდი ფული იხარჯება ხა მე დაახლოებით თანხავ თქვი ცოტა მეტიც არის ხოლმე ხანდახან 9 მილიონზე არის ხო და ეს მე კრებიან იმიტომ რომ ეს იმათ შეუძლიათ გამოიყვანონ ესტრადა აბსოლუტურად უნიჭო ადამიანი იმიტომ შენ რო ყოველ დღე ტელევიზიით ყველა პროგრამაში უყურებ კლიპებს ამაზე გელაპარაკებიან 10-დან 6 კაცი მაინც წავასებთ რა არის ნახო ვინ არის კაცო აი ესე ხდება და
როგორც წესი, ძალიან ნიჭიერს ფული არ აქვს. საუბედუროდ. იმანის რომ იმას ისეთ ნიჭი აქვს, რომ იმ ნიჭმა უნდა მოუტანოს ფული და ესე არა. New York, New York. And in a little while, he'll take my hand. Я любила тебя, я любила, у судьбы ничего не просила. Бадам, 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 эй, же ты, Я собрала вещи, которые я хочу сделать еще такие быстрые, танцевальные, обалденные, просто грузинские песни, блоки такие, знаешь. Бросила пляв, после французского плява, блок грузинский в концерте, а потом уже русский, потом уже английский, дискотека в конце. თქვენი ძვირფასო მეგობრებო, რომ ეს სოლო ბიოგრაფიის მეორე ნაწილის დასასრული გახლავთ და ახლა კი მე და ნუცი, რომელიც დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ, განვაგრძობთ საუბარს. ნუცი როგორც შევიტყვი, არც პროდიუსერს, არც თქვენ მაინც დიდი ფული არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ ნიჭი. ნიჭი, რომელიც ეხმარება ადამიანს და ასე შემდეგ გზას უკვალავს, რამდენად შეუძლია მან ყველაფერი გააკეთოს, ეს კიდე სხვა საკითხია. ხარა მაინტერესებს რატომ მოხდა ისე, რომ თქვენ და თქვენი პროდიუსერი უცებ ჩამოდიხართ თბილისში, რატომ? დაემთხვა ის ფაქტი, რომ მოსკოვში ერთ-ერთ რეჟისორს კანალ კულტურა რომ არის შეუკვეთეს ჩემთან და შეუკვეთეს გადაეღოთ ვინმე გენიალურ ახალგაზრდა პიროვნებაზე ფილმი. იმან რატომაც მომძებნა მე და როდესაც უკვე საქმეზე მიდგა რომ უნდა დაგვეწყო გადაღებები, მე უბრალოდ ავხსენი რომ მე რაც მეხება საქართველოს რო არ გადაიღოს, უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ მთელი ჩემი კონკრეტულად თქვენზე უნდა გაკეთებულიყო რაღაცა პორტრეტი. კეთდება ახლა დოკუმენტური ფილმი. და ჩამოიყვანებ საქართველოს. ჩამოიყვანე, იმიტომ რომ აქ არის ჩემი სახელოსნო, ჩემი ნახატები, ჩემი ოჯახი, ჩემი დედა, ჩემი ახლობლები, ყველანი ჩემი ყველაფერი. კი, და აქედან უნდა დაიწყოს გადაღება თუ დოკუმენტური ფილმზე ლაპარაკია, მე გაგრძელდეს უკვე ამერიკა და იაპონია და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. და რა ხანს გასტანს ეს? ესე იგი, ჯერ ვაგროვებთ изначальный материал, ისეთი მასალას და მე უკვე სექტემბერში ჩამოვა დიდი ჯგუფი, რომელიც თავიდან დაიწყებს ყველაფრის გადაღებას. ანუ ეხლა ჯერ მხოლოდ ობიექტებია და რაღაცა რასკადრობდა და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. ამის გარდა ახლა ბატონმა ბუბამაც ბრძანა და ზუსტად აი ამ თემაზეც სურს ახლა თქვენაც დავიგო, რომ რა ხდება მოსკოვში, მაგალითად, კერძოდ რუსულ შოუ ბიზნესში, იმიტომ რომ ახლა რაც შეეხება ბერკეტებს, რაც შეეხება გარკვეულ ზონებს, რომელსაც ფარავს გარკვეული, საზოგადოება იქნება თუ კომპანია იქნება და რაღაცეები და აქ ჩვენთან ჯერ კიდე რაღაც ისეთ ჩამოყალიბების სტადიაშია და ასე რომ მაგრამ პირველ იმებს გრძნობთ ახლა რაღაც გარკვეული დატაკებებიც ხდება, გარკვეული რაღაც გაურკვევლობებიც და რაღაც ეგეთი, მაგრამ მაინც შოუ ბიზნესს თავისი წესები აქვს, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო, რომელსაც როგორც ჩანს თავიდანვე არ იცავდით არც თქვენ და თქვენი მეგობრები, ხო? საქმე იმაშია, რომ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არის უამრავი ნიჭიერი ადამიანი და ძალიან ცოტა პროდიუსერია. ძალიან ცოტა პროდიუსერია ის, ვისაც ეს ცოტა ხალხია რუსეთში. грубо говоря, ვთქვა, ფულიანი ისეთ, ვისაც ესმის მუსიკა. ამიტომ ეს ქმნის ისეთ პრობლემას, რომ მღერის ყოველი მეორე. ვისაც კი რაღაც თანხა შეუძლია მიიტანოს ეფირის გადასახდელად, ეს იქნება, არ ვიცი, ტრიკალბასკი, или плюшевые юбки, რაღაც ტრიპრი ტოპ, ტრიპრი ხლოპ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მუსიკა იქნება.
ატრიალებენ და ხალხი ცუდოა, იმიტომ რომ гениалურად თქვა თავის დროზე алам, რომ зрителя надо воспитывать на хорошую музыку. საზღვარგარეთ სუკარგ მუსიკას უსმენდნენ და ესმით, იციან რა არის კარგი და რა არის ცუდი. აქ პრინციპში ხალხი უსმენს რაღაცა რო ჩართავ მე ხანდახან მიჭირს ხოლმე, არა, ყურება კი არც უყურებ ხოლმე. მაგრამ მე მგონი ეს დროებითია. ეს რა თქმა უნდა დროებითია, იმიტომ რომ არის ძველი ეშელონი რუსეთის შოუ ბიზნესის კიტები, ვინც იგივე პუგაჩოვა, იგივე ლაიმა ვაიკულე, ეგენი არიან, რომლებსაც არ არსებობს რომ არ ყოლდე. ამინს ქმნიან თავის და. აი ზუსტად იგივე ალა პუგაჩოვაზე მაინტერესებდა, მან მიგიწვიათ ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც აისბერგიც მიიღეთ, დაბადების დღეზე იყავით მიბატიჟებული და მაგრამ თქვენი კარგი მღერიათ. რა ვიცი, მე როგორც გავიგე, ეფირის დრო არ ქონდა, თუ რა ეფირული დრო არ ქონდა. ნუ არ ვიცი, ეგ არ მახსოვს კარგად რა მოხდა როგორ, მაგრამ მახსოვს ძალიან კარგად მისი სიტყვები, სახლში როდესაც სტუმრად ვიყავი და მაჩუკა ეს სიმღერა, უკვე გამოვდიოდი და ისე держись, дорогая. Звездный путь очень тяжелый и очень больной. И такой какой-то, ну тернис, да. То есть ჩამჩა მე მეგონა რას მეუბნება ეხა მაშინ. და მე ხა ხვდები რომ პრინციპში აი როგორც წესია თუ ხარ არა ხარ შექმნილი სცენისთვის და არ გიყვარს და არ გესმის მაინც რას აკეთებ და არ გაგხმად და მარტო ფული გაქვს ეს ძალიან მალე მთავრდება. კი დაგატრიალებენ ერთი წელი კლიპს და ხალხი გიყვარს მაგრამ ერთი წლის მერე არავის აღარ ემახსოვრები. და თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო ისეთ ფუნდამენტს რომ მე დარჩეს ვიღაცა გულში შენი სიმღერა, შენი რაღაც ეს გზა არის რომელიც უნდა настоящий звездный путь это дорога, которую надо пройти. Это тяжелая, правда, дорога. იმიტომ თავის დროზე ეგეთი გზა გამოირა თვითონ ალამ, თვითონ იგივე ლაიმა ვაიკულემ და იგივე ბორემაც ყველამ თითქმის. იგივე მადონა. იგივე მადონა. იმიტომ ეს არის რაღაც ხო, მაგრამ მე უკვე ხდება ისეთი რაღაცა, რომ რა თქმა უნდა ღმერთი თუ გადმოგხედავს და გაგიმართლებს და госпожа удача будет с тобой, ეს იგი იქნება ყველაფერი კარგად და თუ არა და ძალიან სამწუხაროდ ალბათ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი რჩება ისე რომ ვერ გამოხატავს თავის ნიჭს და ან გამოხატავს ისე რომ მასიურად ხალხი ვერ ხედავს ამას. ვერ ხედავს. ეს უკვე ბედია მე ვთვლი. და როდესაც ხდება ის სინთეზი რომ შენ მუშაობ ბევრს არ გეშინი არანაირი ცხოვრების не боишься никакой неудачи. Идёшь как комета вперед და გვერდით კიდე ბედი გეხმარება. Ну машин იღბალი გაქვს რაღაც ისეთი რომ გამოდის ყველაფერი, მაშინ ალბათ ნახე ბედის და იღბალის გარდა ალბათ არსებობენ კიდე ვიღაცა ადამიანები, ვინც თქვენში ძალიან დაინტერესებულები არიან, ხო? თქვენ წინსვლაში. კი, რა თქმა უნდა. ხო, ეს ალბათ პრომოზე მაქვს საუბარი, ის ხალხი, ვინც გიკეთებს აი ამ პრომოს, ხო? ვინ არიან, ან რატო აკეთებენ, ან რაზღებულობენ მერე და გაქვთ თუ არა, ну რაღაც სიტყვაზე მაგათთან, ну რაღაც გარკვეული, რაღაც შეიძლება რაღაც გარკვეულ დონეზე თანხმდებით, ან შეიძლება სადღაც ვერ თანხმდებით. მყავს დირექტორი ლიუბა ზორინა, რომელიც მუშაობდა 20 წელი როსკონცერტში და ყველა ვარსკვლავთან ერთად გავლილი აქვს და კონცერტ ძალიან პროფესიონალია თავის საქმის. და ჩემთვის არის ძალიან ერთგული ადამიანი, იმიტომ რომ მაგის გარეშე უბრალოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, ვერც კონცერტებს, ვერც სპექტაკლებს. არის ლიუბა, არის ტანია ბირკოვიჩ, ეს რომელიც არის პროდიუსერი. არის ამერიკაში მარი გელფმანი, რომელიც ახლა პროდიუსერია მიწვევს ჩემი კონცერტებით. არის ტიმურ ტაგიევ, რომელიც გარეშეც უბრალოდ არსებობა არ არსებობს ჩემი, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენთ ყველაფერს ეგ მიკეთებს, მეხმარება.
არის ხალხი, რომელიც აი ის ჯგუფი, რომლის გარეშეც მე ვერ ვიქნებ. არის ნატაშა რამანოვა, რომელიც მიკეთებს კოსტიუმებს ისე როგორც და ისეც როგორც არავის არ აქვს მაგალითად. არის ანია ბულგაკოვა, ჩემი რეჟისორი საკუთარი, რომელიც მიღებს ისე როგორც მე მჭირდება და უყვარვარ იმას ისე როგორც აი ერთგული ადამიანია ჩემთვის და ეს ყველაფერი ქმნის აი ალბათ იმ მუსიკას და იმ რაღაც ატმოსფეროს, რომელიც ბოლოს უნდა კარგი პროდუქტი იყოს. ხო, თავისთავად და მუსიკას ვინ არჩევს? აი მე მინდა ეს კომპოზიცია თუ არ მინდა, ისევ თქვენ წვეტავთ, ხო? პირველი და ბოლო სიტყვა მაინც თქვენ გეკუთვნით, ანუ არჩევანი თქვენზეა. დარწმუნებული კოსტიუმებშიც რესი კოსტიუმი თქვენი ინიციატივით შეიქმნა, ხო? კი, ბევრი კოსტიუმი, ესე იგი მე ვეუბნები იდეას. ხო, აი ესეთი მინდა და მე ეს უკვე კეთდება. აი ბორის მაისევზე მაინტერესებდა თქვენ რაღაც გარკვეულწილად რაღაც გარკვეულ თანამშრომლობაც, ურთიერთობაც გააქვთ ბორის მაისევთან, ის რამდენადაც ვიცი, მაინც არ არის რაღაც გარკვეულ კლანებში და გრუპიროვკებში გაერთიანებული, ხო, რაღაც თვითმყოფადია. არის, რაც ძალიან გასაკვირია. თავიდანვე დაიწყო მან თავისი კონცერტებით, რაც შემოდიოდა შემოსავალი, აი როგორც მე ახლა ვაკეთებ პრინციპში, თვითონვე იყო თავისავის პროდიუსერი. ანუ ეს შემოსავალი იდებოდა იგივე თავის პრომოუშენში. კი, დღესდღეობით უკვე აქვს კონტრაქტები ისეთი უკვე ძალიან დიდ თანხებზე, სადაც არის ლაპარაკი, მაგრამ თავიდან ისე თავის პროდიუსერი იყო ყოველთვის. და სხვა შორის უმასწავლია და მეუბნებოდა, რომ ეს ყველაზე не будь ни от кого зависимый. Это свобода в первую очередь. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მქონდა მე წინადადებების, სადაც თავაზობდნენ დიდ თანხას, ოღონდ უნდა შემეღება თმები და მემღერა რაღაც საშინელი სიმღერა. რომელსაც სიმღერაც არ ქვია, რომელსაც მე უბრალოდ ვერ ვიმღერებ. კალბასკი. არა, კალბასკი კიდე სახელი ქვია კალბასკი და იქ რაღაც ნუ ეგეთ ძალიან რთულია, იმას აქვს машина времени კარგი სიმღერა. Пусть время прогнется под нам. Нас არ მახსოვს კარგი ტექსტი აქვს ძალიან რთულია ისე გაიაროს ხელოვნების და რომ შენი აზრი დაიტოვო, შენი თვითმყოფადობა, შენი ჰაბიტუსი, შენი სათქმელი უნდა ითქვას. შეიძლება რაღაც მომენტში უცბად დახამდე კი არა, უცბად მოგივიდეს მომენტი, რომ აი ამდენ ფაძლებენ, აი ყველაფერი და რატო არ ვიმღერო? რატომაც არა. თავის გატეხვას, სახელის გატეხვა, თავის გატეხვა ჯობია მე ეგრე. ნუ წერა მაინტერესებს და ფერწერა, გრაფიკა აი, ეხლა მაგ არაჩვეულებრივად საინტერესო იდეა, ამერიკაში მივდივარ 7-ში, ახლა ზე რამდენ დღეში, 4 დღეში და 2 თვე უნდა ვიყო მაძლევენ სახელოსნოს იქ უზარმაზარს და უნდა დავხატო თითო ჩემი სიმღერა. საინტერესო. და მინდა კონცერტისთვის აუცილებლად გავაკეთო რაღაც ცოტა კი მეშინია, როგორ დაუბრუნდები მე მხატვრობას, იმიტომ რომ ამდენი წელი არ დამიხატია საერთოდ, მაგრამ გონია რომ რაღაც შეიძლება არაორდინალური იყოს და საინტერესო. ეს კონცეფცია რომ ბოლომდე შეიმუშაოთ, რა ითქვათ, რომ მე ამდენი წელი არ მიხატია და ეხლა ზუსტად ეს შეიძლება კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინტერესებს აი მაგალითად, ну Эдит Пиафს აქვს жизнь в розовом цвете. აი როგორ გძნობ ამას მე როგორც მხატვარი. და გავაკეთო ჩემი დისკის და სიმღერების თითო სიმღერის ნახატი და კონცერტის წინ ესე იგი ჯერ იყოს გამოფენა და მერე უკვე შიგნით გამოფენის მერე კონცერტი დარბაზში. გასაგები, ესე იგი ჩვენ ამერიკაში ყოველშემთხვევაში ჩვენ არა, მაგრამ ამერიკაში პირდაპირ იქნება დისკი, ხო? რა თქმა უნდა. ხო. მეუბნებიან ეს ნახატები, რაც ნახა მარი, საიდან წამოვიდა ეს იდეა პროდიუსერმა, ვინც რომ ნახა მარი გერმანმა, რომ შეხედა, говорит, это самый кассовый, самый то, что в Америке нужно. და მეუბნება მომეცი, მომყიდეო და არ მენანება, არ შემიძლია, მე ვერ რაც მაგ გაკეთებული ჩემი ნახატები სახელოსნოში, ხაცა ისე მენანება, მე ჩემია იქ და მოველაპარაკე რომ ჩამოვალ და მოვიფიქრე ეს ახალი იდეა. მე მგონი საინტერესო იდეა სიმღერების დახატვა. ხო, ძალიან საინტერესოა.
შეიძლება ჩვენი დღეს ვიხილოთ კიდევაც ხო თბილისში რა თქმა უნდა, მაგალითად გამოფენა სიტუაციაზე კონცერტთან ერთად. აი ხომ მაინტერესებს თქვენ სოლო კონცერტებთან დაკავშირებით, ესე იგი შვიდში ამერიკაში მიდიხართ, მე ისე მოსკოვში დაბრუნდებით და ხო, აი მოსკოვში რა მოხდება და რაც ყველაზე მთავარია მაინტერესებს ოდესმე მოხდება თუ არა ისე რომ პრინციპში ვინიცის, მაგრამ იქნებ მოხდეს ისე რომ თბილისშიც აუცილებლად უნდა მოხდეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯერ ჩამოვიტანო სპექტაკლი Edith Piaf, იმიტომ რომ ეს სპექტაკლი დადის მსოფლიოში და მე მარტო მახსოვს ამასინად რიგაში წავიკითხე Viktyuk везёт грузинскую Piaf. მართლა არაჩვეულებრივი სპექტაკლია და მე მინდა რომ ქართველმა ხალხმა ნახოთ, იმიტომ რომ მე ვარ ქართველი და მე ჩვენც მინდა ქართველებს ნახოთ. ბოლოს და ბოლოს მაგას აუცილებლად როგორმე მოვახერხებ. გვინდოდა საჩუქარზე ჩამოდანა ქეთი დოლიძე რო აკეთებს. ოღონდ მომავალ იყო რაღაც შეიქნა პრობლემები. ამ წელს ვერ გამოდი მომავალ წელს აუცილებლად ვესებ და კონცერტზე ლაპარაკიც ხო ზედმეტია. უბრალოდ ეხა აი ამერიკაში მექნება ჯერ ოქტომბრიდან სოლო კონცერტები. მე მინდა რუსეთში შემოვიარო და უკვე აი Edith Piaf-ის მერე ჯერ Edith Piaf-ი მინდა ჩამოვიდანო სპექტაკლი თბილისში და მე უკვე კონცერტი. ნახოთ. ხო, ნამდვილად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ წლების წინ ჩვენ ბავშვობიდან ვიცოდოთ ერთმანეთს და ვერც თქვენ ვერც მე რომ გავიდოდა წლები და მე მექნებოდა ბედნიერება აი ასე ავიღო ინტერვიუ ვარსკვლავისგან ამას ნამდვილად ვერც არასოდეს ვერ ვფიქრებდი. ნამდვილად უცნაურობებით არის სავსე ცხოვრება. მაგაში მეცხოვრები და ერთი თხოვნა მაქვს იქნებ აი ჩვენს არც თუ ისე განებივრებულ, ну ყოველ შემთხვევაში თქვენი სიმღერებით განებივრებულ მაყურებელს რაიმე ასეთ მუსიკალური ფრაზა რო დაგეტოვებინათ. ну ან Edith Piaf-დან ან რაღაც სანამ ჩამოიტანდით. აი ვიმღერებ ნაწყვეტს, რომელიც დაწერა Edith Piaf-მა დახელს ფურცელზე. მიგდებულ პატარა ბარში როგორც მაგ წაკითხული და მისი სიტყვებია და მისი მუსიკა და სიტყვების მნიშვნელობა არის ეგეთი, როდესაც შენ მე მეხვევი, ცხოვრება მეჩვენება ვარდისფერ ფერებში. და ნაწყვეტ. სპექტაკლიდან რა თქმა უნდა. Des yeux qui font baisser les miens, un qui s'embarque sur sa bouche, voilà le beau trait sans retouche de le moquer. J'appartiens quand il me prend dans ses bras, il me parle tout bas, et je vois la vie rose. Il me dit des mots d'amour, des mots de tous les jours, et ça me fait quelque chose. Il est entré dans mon cœur, tu n'as pas de bonheur, tant je connais la cause. C'est pour moi pour lui dans la vie. Il me l'a dit, juré pour la vie. Oh, j'aime de mon misroaviles, ni de basamida. ერთი ძველი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან ვარადები არ არიან მაგრამ არა მე ვარადება გულო რა მოგივიდა სულ რა გემართება იტაკ და იმ დამპატა ბრავო მადამ ბრავო ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. აქვე გემშვიდობები ჯგუფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. Adios. Глаза твои, я вспомню в час разлуки. Здравствуйте, Андрей Николаевич. Холодненько, да. Да, конечно, только исходит. Да, ну сделано.
comes my way, I'll do my best to make him say. He'll look at me and smile, I'll understand, and in a little while he'll take my hand, and to his seems absurd, I know we both won't say a word. Maybe I shall meet him Sunday, maybe Monday, maybe not. Still, I'm sure to meet him one day, maybe Tuesday will be my good news day. We build a little home, just made for two, from which I'll never roam with you. And so I will survive, waiting for the man I love, for the man I love. Still, I'm sure to meet him one